Hey, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მივიწყებ ახალ ჩელენჯს Minecraft-ში 50 დღე ფერმერად. თავიდან არ გვაქვს არაფერი საერთოდ, არც სახლი, არც რესურსები, მაგრამ ნელ-ნელა ვიპოვე ადგილს, შევაგროვებ ყველაფერს საჭირდება, ავაშენებ ჩემს საკუთარ სახლს, ფერმას. 50 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო თავგადასავალი და სირთულე მელოდება. მოდი ერთად ნახოთ, როგორ გავართმევ თავს. აქ უკვე დავიწყე ხეების მოჭრა, გავაკეთე crafting table, ჩავედი უკვე სამაინინგო თხის წერაქვით, მოვიპოვე 3 წელი ქვა, გავაკეთე ჩვენმა სტანდარტულად ქვის წერაქვი, მოვიპოვე ქვები, რათა გამეკეთებია ღუმელი და ნაჯახი და სხვადასხვა ინსტრუმენტები. და უკვე ნელა გავეშურე აქ ძროხასაც გავასმე. მოვჭერი ერთი ხე, წავედი მე მოვჭერი მეორე ხე, წავედი მე მოვკალი ცხრები. და ბოლოს მე დავიძინე და კათენ და მეორე დღეც აქ უკვე დავკრავდე ნავი და გავეშურე კუნძულის საპონელად. სანამ იმ ადგილას მივიდოდი, სადაც მე მინდოდა დიდ მიწაზე, სადაც იქნებოდა სოფლები, ხეები და ასე შემდეგ, ცხოველები ცავსე. აქამდე გზად ჩავარე უამრავ პატარა კუნძულს, ერთ-ერთს ახლა თქვენც ხედავთ, ოკეანესაც ხედავთ, რამხელა ოკეანის გადაცურვა მომიწია. დამხლელი იყო, მაგრამ რას ვიზამთ? გადავცურე ოკეანე, ვიცურე და წინ დავინახე უდაბნო, სადაც იდგა დიდი სასახლე. გავეშურე უდაბნოში, შევედი. მოვინახულე სასახლე. შეიმჩესლა. შევედი დეზერტ ტემპლში, სხვა შორის ძალიან დიდი ხანი დეზერტ ტემპლი არ მინახია, იმიტომ რომ შეცდომა ხდება ხოლმე. აქ კრიპერი გამოჩნდა, რომელიც ძალიან მარტივი ნაჯახი ჩავასწრებილე და უკვე დავიწყე ქვევით ჩახედვა და ქვევით ჩასვლა, გავთხარება და ერთი ბლოკი, გადავჭი აფეთქებას, აქ მეთქი დამეზარა, ჩათხრა და პირდაპირ ჩავხტი და დავიწყე გალუთვა. აქ მოაში რა თქმა უნდა პირველი შიგათ არ ავფეთქებულიყავი. TNT-ები წავიღე, აქედან თამაშობ რის გამო. აქ უკვე გავაგრძელე და დავიწყე უდაბნოს დამხელება. პირველი golden apple და მოჭადებული წიგნი. აქ უკვე აღარ ვიცოდი რა გადამიგდო ინვენტარი და იმიტომ რომ 1900 ხურა მეგდო. გადავყარე ინვენტარიდან უკვე ყველაფერი ავიღე, ვაშლები ავიღე, წიგნები, ავიღე რაც შეიძლება და ყველაფერი ავიღე, ასე რომ ავეშურები მე უკვე ცოტა ხანში. აქაც ისევე Minecraft-ში როგორც ყოველთვის 9. დავიწყე 9 და ავდივარზებით ნელ-ნელა მიუყვები ბილიკებს. სხვა შორის კარგი ლუთი იყო, მომეწონა 2 enchant წიგნი იყო, 2 ცალი golden apple იყო, ასე რომ ჩვენიერი ლუთით გამოვედით აქედან. ეხლა ავედი უკვე ზევით და აქედან უკვე უნდა დავიწყო მე. დავიწყოთ ძიება ჩვენ დასახლებული პუნქტის, ახლა საწავალ ადგილს ვიპოვი, ამას ყველაფერს ვიდეოში ნახავთ. დავიძარე ახლა აქედან უკვე მეთქი ცხოვრებს მოგლავთ თქვენ, იმიტომ რომ შიოდა ძალიან ანგერბარი შევსება მინდოდა, მივასწრებდილი 1 ცხვარი, მივასწრებდილი 2 ცხვარი, 3 ცხვარი აქ ავაცილე. რა ვშევს? აქ კიდე 1 ცხვარი მოვკალი, აქ კიდე 1 ცხვარი მოვკალი. მოკლედ ცხვარებს ჩაუდარე გენოციდი რა. აი ეს ცხვარი ხო ვერაფერ მოვკალი, იმდენი ვეჩალიჩე და აქ როგორც ხედავთ პირველი არა და უკვე ახალი რაღაცებიც ვნახე, მარწყვი. აქ კიდე რა არის? ეს ბლუბერია როგორც ვიცი. ხო, რა თქმა უნდა გვარია. ყურძენიც ვნახე, მგონი ყველაფერი ვნახე. ნელა ყველაფერს ნახავთ, მოდებით ამატებულ, ძალიან ბევრი მცენარე არის. ასევე ხილიც, ეს არის ლიმნის ხე, რომელიც ვერაფრით ვერ მოვჭერი. ამ ყველაფერს მე უკვე ლიმონით და ყველაფერი გვექნება, ამიტომ დაელოდეთ. ეხლა გავეშურე იქით მივდივარ სანაპიროსკენ. რომ იქნება ვიპოვო ახალი რაიმე ადგილი. აქათები შემეცოდნე აღარ მოვკალი უკვე იმდენი სხვა მყავდა მოკლული. გავდგი საწოლე, გავაკეთე ღუმელი, რათა ხორცი შემეწვა. ყველა ხوار მომიკლია იმდენი სხვა. გავეშურე, შევყარე ფიცრები და დაველოდე, როდი შეიწვებოდა ხორცი. შეიწვა ხორცი, იქ ბანანის ხე მოვჭერი, როგორც დაინახეთ, აქეთ ეს მეგონი ალბუბლის ხე იყო. მაგრამ აქ უკვე არ ვიცოდი მწიფე რომელი იყო და რომელი არა. ამიტომ ეს jungle sapling-ი წავიღე, რომ მეთქი მე დავთესავთ და პირადი ხილები ექნება თავი, როგორც სადაც სტანდარტული სტაფილო და კიდე ახალი მოდით დამატებული სხვა სასუსნავები და პოსტანეულები. აქ ჩვენი ნახევარი ხორცი გამოიწვა. მივით მე გემრიელად და გავაგრძელებ გზას.
როგორც იქნა დავიძინე კათენ და შემდეგი დღე ოხ რა ლამაზია გავეშურები ახლა ჩავжდები ნავში და წავალ შემდეგი ადგილი საწამლად იმიტომ რომ ეს ადგილი არ იყო საკმარისი იმისთვის რომ გამეთენებია ღამე და მეცხოვრა აქ ჩავჯექი ნავში გავეშურე როგორც ყოველთვის ნავით მივცურო ოკეანეში აქ ოქტოპუსები დაცურავდნენ ჩემთან ერთად და გავაგრძელე ასეთ გზა წავედი ვიცურე ამასობაში არხის გამოძერა დავაგრძელე და ლაიქით ვიდეო აქ ოქტოპუსს ჩავუკროლე დრიფტით და მოვედი პატარა კუნძულთან რომელიც არც ისე პატარა არის როგორც ხედავთ აქ მე დავინახე რაღაც საინტერესო გავხსენი და რა თქმა უნდა ესე მოდების ჩაკდებული მცენარეები და სხვა სასუსნაები იყო აქ უკვე დავიზარე კუნძულის დასათვალიერებლად თუ რამდენად კარგი კუნძული იყო ვიარე აქ მე ხეზე დავიწყე აძრომა და უკვე როდესაც ზევიდან გადავხედე ყველაფერს მივხვდი რომ ეს საკმარისი არ იყო და ძალიან პატარა კუნძული იყო ამიტომ ისევე დავუბრუნდი ნავს გავიდი ნავის ხარეს ხა მივალ ნავში ჩავჯდები და დავიწყებ ისევე შემდეგი კუნძულის ზებნას იმის გამო რომ უდაბნოში ცხოვრება არ მინდოდა და არც ეს უდაბნოს გვერდით მიმავალი ბიომი არ მომწონდა ამის გამო გადაწყვიტე რომ კიდევ გამაგრძელებია ზებნა და მენახო ბევრად უკეთესი ადგილი აქ ავედი და შაქრის მიერ წამიავიღე რაც შეიძლება მეტყვი ციგნებისთვის დამჭირდებოდა ასე რომ გავაგრძელე მე უკვე გზა როგორც ხედავთ გამოვიყურები სევე როგორც ტივი რახან არ მინდოდა ნერსკინის დამატება უბრალო ღარბი ამჯამად პატარა ფერმერი ყოფილი ფერმერი რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ეხლა ვცდილობ რომ კარიერა თავიდან ავიწყო მოვიპოვო რესურსები გავაკეთოთ დიდი და ლამაზი ფერმა ავაშენო სახლი და გავხდე მდიდარი ამისთვის საჭირო რომ ვიპოვოთ პირველ რიგში ადგილი იქ სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ ამიტომ ეს მომეწონოს ბავშვებს ჰაერში გამართული კუნძული მაგრამ ჰაერში ცხოვრება დიდად არ მინდოდა აქვე რაღაც უკვე შევნიშნე დავიძარე აქ მივდივარ როგორც ხედავთ და წინ როგორც ხედავთ გამოჩნდა სოფელი აქ ჩავარდი წინა რომ უყურებოდი წავედი და როგორც ხედავთ და დაინახავთ მოვადექი სოფელს ეგ უკვე გავუწევდი რომ აქ უნდა მეცხოვრა იმის მიხედვით რომ გვერდზე უდაბნო იყო და ეს ბიომიც არ მომწონდა სოფელი მაინც კარგია ასე რომ აქ შევისწინე სახლში დავუთვალე რა ხდებოდა წამოვედი მეორე სახლში აქ ვილიჯერს შევვარდი ვარ საწოლები არ ქონდათ ჩემი საწოლი დავდგი და გავიწინე და გათექა შემდეგი დღე როგორც კი გათექა გავაგრძელე თქო და სოფლის დათვალიერება აქ უკვე ვერკინის არმორი რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ძალიან ურიც მე უკვე დავიწყე კრაფტინგის გაკეთება ახლა მეთქი ბარე ჩესტიც არის აქ ვიცხოვდი თუ აქ პოლენეთები ჩავყარე გავანაწილე მაქსიმალურად ვეცადე აქ ადგილი არ მეყოდა გავაკეთე ახალი ჩესტი ავდგის ზევით და აქ მეგვერდ რატო ვერ ვაღებ თქო იმდენ ხეს უთამაშებელი ვიყავი ავყარე ეს ნივთებიც და უკვე იყო იმისთვის დრო რომ ამეღო ქვები გამეკეთებია წერაქვები და წავსულიყავი სამაინინგოდ მზად ვიყავი და დავიწყე მაინინგი მოვძებნე პატარა კეივებს ვეძებდი აქ უცებ სახლის გვერდით ნახე კეივს რაც იყო ქვანახშირები რა თქმა უნდა ქვანახშირი მჭირდებოდა იმიტომ რომ უნდა დამზადებია თორჩები ახლა სიგნალში ყოველივე მაინინგები ამიტომ რაც შეიძლება მეტი ქვალი მოვიპოვე აქ ერთი წერაქვი შემომოწყდა ძველი მაგრამ ეგ არაფერი წერაქვები ბევრი მქონდა აქ ავიღე თორჩი და გავეშურე ამასობაში ხალხს შორის დაალამდა ხედავთ დავედი დასაძინებლად ჯამოვონდ დავეთ დასაძინებლად აქ ზომბი ვილიჯერი გადაიქცა ხო ჩვენ ვილიჯერებს ეშინოდოთ შევვარდეთ ისე ვილიჯერ სახლში და დავიწყეთ დაძინება რათა ხვალისთვის დიდი მაინინგი უნდა დაგვიწყო გათენდა და დავიწყო უკვე ჩასვლა ხრივ აქ სოფელი დავინიშნე რა დამეკარგა რუკაზე დავიწყეთ ხრა აქ ისე ქვანახშირები ვიპოვე როგორც ხედავთ ქვანახშირი ძალიან საჭიროა გამოსაწვავად, გასანათებლად, ერთ სიტყვით ქვანახშირი ძალიან საჭირო რესურსია.
აი აქ უკვე დავიწყებ პირდაპირ ხრა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ვიპოვიდი ძალიან ბევრ კინებს, მინდოდა ასევე ალმასების პოვნა, რესტოუნების პოვნა. ხო და ამ ყველაფერს ახლა ნახავთ. იმიტომ რომ ბევრჯერ ჩამოსვლა არ მიყვარს მაინინგში მეთქი და პარემ ყველაფერს ერთიანად წავიღებ თქო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მე კიდევ მომიწია ჩამოსვლა, ყველაფერი ეს ყველაფერი ამოჭრილია. იმიტომ რომ თავი არ მოგაბეზროთ ბევრი მაინინგის ყურებით. აქ უკვე ავაჩქარე კადრი, რაც შეიძლება ჩქარა მივდივარ თხრი აქ უკვე კინებიც ვიპოვე როგორც ხედავთ. ასე რომ ბედნიერება რკინების ქონა. მეტი თან უკვე full აბჯარიც გვაქვს რკინების. აქ ხა გამიფუჭდა პიკექსი და შემდეგი ახალი გავაკეთე, აქ რესტოუნებიც ვიპოვე. უკვე ნელა მივდივარ იმისკენ რომ ლავაც ვიპოვე და იმის იმედი მქონდა რომ ლავასთან ვიპოვიდი ეგრეთ წოდებულ ალმასებს, მაგრამ არ იყო. აქ კიდევ ერთხელ გავაგრძელე ჩმოლებრივად წიმთხრა. რახანოკაზე დავინახე რომ იყო KEV და აქ ხა შევალთ KEV-ში უეცრად შევარდი, გული გამისკდა. აი აქ კრიფერი დავინახე, მოსერად მომდა ტვინი გავასხმევინე. Ondes ყველაფერი ხდება იმ მაინერნობამდე სანამ წეგრუნდელი კადრები განახეთ. აი აქ ვიშოვე ის ყველა რკინა და აბჯარით აქ გავიკეთე. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რკინა მოვიპოვე. აი აქ უკვე მეორე მხარეს გამოვედი, აქეთ უკვე ქვანახშირების მოვიპოვე. აქ ოქროებსაც ხედავთ, ამ ოქროებსაც მე უკვე ავიღებ. ასე რკინის სეროქს გავაკეთებ, აქ წავედი, აი ზუსტად. რკინის სეროქს გავაკეთე, ნაჯახიც გავაკეთე. რესურსები წავედი, ოქროები მოვიპოვე, მე იქვე დატოვებულ ოქროებსაც ჩავაკითხავ. ავიწვი გინდა იფსით ბილდი, მაგრამ არა უშვის გადავჭით. ავიღე ოქროები და გავაგრძელე მაინინგი. აქ ჩავედი უკვე წყლის მხარეს, აქაც რკინები ავიღე, მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ძალიან ბევრი რკინა წამეღო სახში. რომ აღარ დამჭირებოდა მილიონჯერ ჩამოსვლა. აქ მე უკვე კრიფერი იმალებოდა, კინა მომკლა. ცდილობდი დამეხლა რკინები გამოწვი და ბოლო აბჯარიც დავიგრაფდე ფეხსაცმელი ჩავიცვი და როგორც ხედავთ full აბჯარში ვარ უკვე. შევსებული ვიყავი, ეხლა დამჭირდა რომ რკინები რომლებიც შესაძლოა გამზადებული იყო, ორჩენილი იყო, იქ წერაქვი გამიწვა, კიდე ახალი წერაქვი გავაკეთე, აქეთ როგორც ხედავთ ხა ისე რკინები გამოჩნდა. ესე რკინები არ გვიჭირდა რა, რკინები მქონდა ძალიან ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ ალმასები ვერ ვიპოვეთ. ხარე რესტოუნებიც ნახე, ყველაფერი ნახე, ობსიდიანებიც ნახე, მაგრამ ალმასები არ იყო. მორჩი მაინერობას, ავიწყო ზევით ამოსვლა, ამოვედი და როგორც ხედავთ ხამე არის. და კაბეშურეთ დასაძინებლად გზად შემხვდა ზომბი, რომელსაც რა თქმა უნდა ჩემი ნაჯახით გავუპეთავი. დავიძინე და გათენდა უკვე შემდეგი დღე. რას ვაპირებ ახლა დღეს? როგორც ხედავთ, სოფელში შემოვიტანე ქვები, ქვანახშირები, რკინები, ოქროები, ყველაფერი. რაც შემიძლია ერთსული მაინინგიდან წავიღო. ეხლა უკვე შევდივარ ჩემს მეორე პატარა სახლში, აქ დავდგი გამოსაწვევი ღუმელები, რადგან გარეთაც იყო და მეთქი პარე. მეორესაც მივუმატებდი. აქ უკვე უნდა გამეკეთებია ყუთი, იმიტომ რომ ადგილი აღარ მქონდა. ასე რომ გავეშურები ახლა, გავაკეთებ ჩესტებს. დავკრავდე ჩესტები, გავიტანე გარეთ, ვილიჯერ თუ შეიძლება რომ გამოიწევთ. მაინც დავატი დავდგი და ჩავყარე რაც ყველაფერი მქონდა ამოტანილი ქვები, რედსტოუნები, ძველი პიკექსები ქვის, რომელიც უკვე აღარ მჭირდებოდა არაფრად. ამოვიღე ახლა უკვე რომ გამომეწვა რკინები. ამოვიღე ქვანახშირები, ამოვიღე ოქრო და უცებ კრიპერი ამიფეთქდა. ხო. ხდება ხოლმე ისე მომეპარა ვერც კი გავიგე, მაგრამ არ უშავს. ეხლა უცებ წყნარად ავიღებთ რესურსებს და აღვადგინოთ აკაურობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყეთ მიწის სამოვსებით, ამოვავსეთ მიწა. იმიტომ რომ ეს უკვე რახან ჩვენი სოფელი იყო, ასე ვერ მივატოვებდით. აქ უნდა განმოვითაროთ მთელი ეკონომიკა, მთელი ფერმა და ყველაფერი. ასე რომ წინ დიდი გზა. აქ მერე სახლიც აფეთქებული იყო, ესეც მივარემონტეთ. აქ ჩავსვი ყველაფერი და всё. როგორც ხედავთ,
სახლი უკვე სრულყოფილად დამთავრებულია, ნუ აქეთ მხარეს თუ არ ჩავთვლით, ეს დამეზარ ამის გაკეთება. აქ უკვე დავიწყე რკინების გამოწვა. გამოწვი ერთ შევაგდე აქაც, აქ მე მივხვდი რომ რკინების მაგერთან ერთად ოქროს გამოსაწვევი მქონდა. შევაგდე ოქროც და გამოვწვი ოქროც. დაველოდე აქ უკვე რესურსების გამოწვას. როგორც ხედავთ, გამოვიდა 61 რკინა, 19 ოქრო და თითქმის 3 სტაკი რესტონი აქ უკვე. კიდევ ერთხელ დაღამდა უკვე მე რამდენი ღამე არც კი მახსოვს, გათენდა. და აქ უკვე დაიწყო მე-20 დღე. მე-20 დღე გათენდა. რა ხდება ახლა მე-20 დღეს? რა ხან უკვე მე-20 დღე იყო? გადავწყვიტე რომ მიმეხედა უკვე და ფერმის გაკეთებას დამეწყრო. ახლა მქონდა უკვე შეგროვებული სხვადასხვა ბოსტნეულები, ხილები, ასე რომ ჩემი რამე დიოდა. დავიწყე უკვე მომზადება ყველაფრის, აქ გავაკეთე რკინის ყველაფერი არ შემეძლო, ასევე თოხი, აქ გავაკეთე თასლი, რათა წყლით გამევსო ყველაფერი. აქ კიდევ ერთი ბარი გავაკეთე, იმიტომ რომ მეგონა რომ არ მეყოფოდა ერთი ბარი, მაგრამ უკვე ადგილი მქონდა ნაპოვნი, მინდოდა რომ აი ამ მთის ტერიტორიაზე გამეკეთებია ლამაზი, პატარა და კომპაქტური ეგრეთ წოდებული ფერმა. დავიწყე რა თქმა უნდა მოსუფთავებით, ავიღე ყველანაირი რესურსი რაც კი შემეძლო, აქედან ყურძნები, არწყები, ყველაფერი ამომევი და ეს მოდბაგის დამსახურება. აქ უკვე გავიწყე ტერაფორმირება, მოუთხარე მიწები სადაც მეტი იყო, სადაც აქ და იქ უკვე შევავსე, გამოვწე წინა მხარე. და აქვე მე უკვე დავიწყე წყლის გაკეთება 4-4-ზე, ახლა მქონდა ულიმიტო წყალი, ამ 4 ადგილები და აქ როცა მივხვდი რომ წყლის გარეშე აზრი არ ქონდა დათოხნა, ჯერ წყალი ჩავასხე და მე გავაგრძელე დათოხნა. აქეთ პატარაზე ხემოვჭერი უცებ და დავიწყე თესვა. აქ როგორც ხედავთ, უკვე დავთესე ყველანაირი რესურსები რაც კი შეიძლებოდა და დაღამდა. რა თქმა უნდა, ისე დაღამდა და წავედი დასაძინებლად. და როგორც ხედავთ, დავიძინე და დავიწყე ფიქრი იმას თუ რამდენი რამის გაკეთება შემეძლო კიდევ, მაგრამ დრო გვეწურებოდა, იმიტომ რომ მალე უკვე 21 დღეს უახლოვდებოდა, აქ დავიწყე უკვე ხილის მოგროვება, როგორც ხედავთ, მოვჭერი ერთი ხილი, მოვჭერი მეორე ხილი, ესე უკვე მწიფე ხილები იყო. მივაყოლე ხეც, მივაყოლე მეორე ხე, იმიტომ რომ ეს ხები სამულოდ დაგვჭირდება სახლის ასაშენებლად. აქეთ კიდევ ერთი ხე მოვჭერი, ანუ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ეს ტერიტორია მომისუფთავები, რახან აქ უკვე უნდა ამეშენებია სახლი. მოვჭერი მაქსიმალურად ბევრი ხილი, საჭმელებით შევივსე. როგორც ხედავთ, ამ წონე ხილს არა და იესამნისფერ ხილს არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ არა უშვის. ხდება ხოლმე ეგრეც. შევსჭამეთ და წავედით ახლა მოვასუფთავეთ. აქაურობა ავიღეთ კიდევ ერთი ბოსტნეულობის ნაკრები. ამას ახლა ყველაფერს რა თქმა უნდა მივცემთ თავის ფორმებს, ეგრეთ წოდებულს დასათეს ფორმაში გადავიყვანთ და წავალთ ფერმისკენ, რათა ეს ყველაფერი ისე თავიდან უნდა დავთესოთ, როგორც ხედავთ, კარტოფილიც ამოგვივიდა და ჩვენი ბოსტანი უკვე იმ დონეზე ძლიერი იყო, აქ ხილის გადაქცევაც მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ ხილი მარტო ხეზე იყო. აქ წავედი უკვე მივიდი ფერმასთან და გავაგრძელე დათესვა და შევსება აქაურობის. იმიტომ რომ მინდოდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ყველაფერი მქონდა დათესილი. აქ როგორც ხედავთ, დავთესე ყველაფერი, რაც შეიძლება ბადრიჯანი, კარტოფილი, დოგვი და ყველაფერი. აქ უკვე დრო იყო რომ გამეკეთებინა სახლი, ამეშენებინა, ამიტომ დავიწყე რესურსების მოპოვება, პირველ რიგში რა თქმა უნდა ხეები, ქვები მქონდა და როცა მივხვდი რომ ბონმილებით აზრი არ ქონდა, წავედი უკანა მხარეს და როგორც ხედავთ, ვიპოვე პატარა ტყე. ნუ არც ისე პატარა, მაგრამ საშუალო დონის, ასე რომ დავიწყე ხეების მოჭრა. აქ ოთროხებს გამოვულე კისერი, რათა ტყავიც მინდოდა თან ხორციც მესაჭიროებოდა. დავიწყე ხეების მოჭრა. მოვჭერე 1 ხე, 2 ხე, 3 ხე. ეს წუთს მაქსიმალურად გავანადგურე, რაც შეიძლება მეტი ხე.
დავწექი და გავემზადე შემდეგი დილისთვის, როგორც ხედავთ, უკვე 30 დღეზე მეტია, რაც ამ სამყაროში ვცხოვრობ და მე მგონი უკვე ისე კარგი პროგრესი გვაქვს. ერთ-ერთი რაც დაგვრჩა, ეგ არის სახლის აშენება, რომელსაც მალე დავიწყებ. როგორც ხედავთ, უკვე ხეებიც მოვაგროვე, ქვებიც მოვაგროვე, მაქსიმალურად ყველა რესურსი მოვაგროვე ის თუ რაც მჭირდებოდა სახლისაც აშენებდა. მაგრამ სამ დამაშენები ადგილი. ამან ყველაფერს უკვე ნახავ ცოტა ხანში, აქ ნაჯახიც რა თქმა უნდა მჭირდება, ლოგიკურია სახლის აშენებლად. აქ უკვე მივდივარ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოვაშენო სახლი. იქით ხეები დავამატე, კიდე მოვჭერე ცოტა და უკვე აქ მივდიოდი სახლისკენ, როდესაც როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ზომბი, კრიპერი და ეს პატარა ზომბა კი მოკლა ისე შემომაფრინდა, ვერც კი დავინახე სად იყო, საიდან იყო ვაფშე, ასე რომ მაქსიმალურად ჩქარა, მინდოდა რომ დამეძინა, მაგრამ აზრი არ ქონდა, ვერ ვიცილები გაშენე ძალიან ბევრი მეტრი იყო. დავიწყე საჭმლის ჭამა, მეთქი სიცოცხლეს ავინეგერი მეთქი და ავეშვიდე. თუ რაც კი მომხდა ხელში, ყველაფერი ჭამის ტახლები ვაწეული. არ ვიცი. როგორც ხედავთ, ყველაფერს ჭამე, კურძენიც ჭამე, ხილიც ჭამე, ბოლოს ადექილიც მივაყოლე. ერთ კუბად სულ ამ შეულებს ვდობდი, რომ ავქცეული ყავი აკავრებას აქ, მაგრამ მართვის ცოტა შემოვინახე. და მე როგორ უნდა თურმე მიპოვია, არ ვიცოდი პომიდორი, რომელსაც მე რა თქმა უნდა დავთესავთ. ესეც ჩვენი მწვანე არა მწვანე ხახვი. აქ უღრახან HP დავირეგენირე, ავდივარ რომ ეს ზომბები ჩავასწრებულე, ისე ვერ დავიძინე, ან ვილიჯერებსაც ემუქრებოდნენ. და აქ უკვე როგორც ვთქვი, სკელეტონიც მესმის. სკელეტონი დამახმარებს ფოტოშოპში. შემოდის ძალიან კარგი იმეიჯი. და მოაწყე ჯომს. და ჩავხოცე ყველანი. ყოველს ხაიმ სკელეტონს მივედი. ავიქე ერთქვეშ. წავედი რომ გემრიელო დამეძინა, მაგრამ როგორც ხედავთ, ორი ზომბები ვიყო. საფუძვლად თქვენი ვილიჯერები ეს ჭამეს ზომბები. მაგრამ არა საფუძვლად კიდევ ძალიან ბევრი ვილიჯერი იყო დარჩენილი, აქ კრიპერისადაც და ერთად ძალიან ქაოტური ღამე იყო. გადავიღალებ, მაგრამ არა უშუალოდ გრძელდება წინ ძალიან მაგარი სახლი გვაქვს აშენებელი. რესურსებიც მოუპოტრე მაქსიმალურად დაჩემელო. ეს ორი ზომბიც გავიგდე. ვისმენელი ნახევარი რავი, რომელიც დაერთა, ეგრევე დაერთა, მაგრამ არა უშავს. და რომ მეგონა რა ქონდა დამეძინა, კიდევ იყო ინტერვენი როგორც ხედავთ პანჯერასთან. მაგრამ როგორც იქნა, საბოლოო ჯამში მოახერხე გამოძინება, ესე გამოვჭერი, როცა გოლდენ ვაშლი მქონდა ნაჭამი და გავეშურე აქ უკვე ავიღე ყველანაირი რესურსი გადავიდა იქით ამ ხარეს ჩეთში. დავიცარიე ხელები, აქეთ ფერმას გამოვხედე, როგორც ხედავთ, ჩვენი ფერმა იზრდება და იზრდება. სიმინდეზე დაწყებული ყველანაირი ბოსტნეული და ყველაფერი მქონდა ადგილზე. ასე რომ შევსჭამე, სადაც არ იყო დათესილი, იქ ყველაფერი დავთესე და მე უკვე გავეშურე სახლის ასაშენებლად. დაწერეთ როგორ მოგწონთ მსგავსი მოდებიანი გეიმპლეიები. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დავიწყებ შემდეგში გადაღებას. ისიც დამიწერეთ რა მოდებით გინდათ, რითი გადავიღო. აქ როგორც ხედავთ, წიზიკას დავთესე, ცოტა სტაფილო დავთესე, ცოტა სიმინდი დავთესე, ნუ მაქსიმალურად შევავსე ადგილები, სადაც იყო დარჩენილი. ნუ რაც აღარ მეტეოდა, უკვე ჩავყარე ყუთში და შევინახე, რომ მერე გეიმრიელად, ლამაზად და კოხტად მიმირთვა. აქ მე უკვე განათება დავიწყე სოფლის, იმიტომ რომ ხამე ძალიან ბევრი მონსტრი ჩნდებოდა და რაც არ გვაწყობდა არავის. იმიტომ რომ კრიპერები გვიზიანებდნენ ადგილს, ზომბები მკლავდნენ, თან მე დაძინებას მიჭირდა. ერთ წუთი ძალიან ხმაურიანი დეგილი იყო. ეხლა კიდე უფრო 7 გახდება, ზომბებიც აღარ გაჩნდებიან. აქ ფერმას მივხედე, ფერმასთანაც გავანათე, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ შეპარულიყვნენ ზომბები და შეეჭამათ ჩემი ფერმიდან მოპოვებული უგემრიელი სიხილი ბოსტნეული და ნუ თითქმის მთელი სოფელი უკვე გავანათე. უკვე ისევე ავწექი და დავიწყე შემდეგი დღისთვის მომზადება და ესეც მე-40 დილა გათენდა და წავედი უკვე სახლის აშენებლად, ოღონდ ამ ზომს მივაკლავ ჯერ
და გავაშურე სახლის სასაშენებლად, ჯერ პერიფერია უნდა მოვაწესრიგო, ბალახები მოვაშორო და შემდეგ კვეთან შემოგვასაც დავიწყებ. როგორც ვთქვი, დავიწყებ ბალახების მოშორებით, მერე უკვე ნელა მოვაშორებ იქაურ მიწასაც, გავალამაზებ და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მუსიკის ფონზე გაყურებინებთ, ისე რომ მე არ ვლაპარაკებ. ასეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში თითქმის დასრულებული სახლი, რა თქმა უნდა დეტალები აკლდია, ამას ფანჯრები და რაღაცები შესასმელია, გარშემო ბალახები შემოუწყვე და რაღაც აქვს ჩენოდა და მოგვეწყოს სახლის შიგნიდან, მაგრამ არ ქონდა სახლის მოსაწყობად ის რესურსები, რაც გჭირდებოდა. ამიტომ რა ვქენ? დავიწყე და გავეშურე შემდეგი სოფლისთვის რახან ზოგიერთ სოფელში თუ გაგვიმართლებს მოდებით მიერ დამატებული გასქურა და მსგავსი რაღაცები გვხდება, რაც მოგვეხმარება რა თქმა უნდა საჭმლის ლამაზად გაკეთების ქათამი რა შვებოდა მეც ვერ მევრთხი ხეზე, მაგრამ არ უშვის. გავაგრძელოთ გზა. ვიარე მარჯვენა მხარეს უკვე ნამყოფი ვიყავი, ასე რომ მე იმედი მქონდა რომ უდაბნოსკენ ვიპოვიდი. რაიმე მაგალითად უდაბნოს სოფელს მაინც, მაგრამ როგორც ხედავთ თურმე ეს ჩვენი მწვანე ბიომი დიდი ყოფილა, მალე არ მთავრდებოდა და მივადექი შემდეგ სოფელს. ნუ აქ ჯერ არაფერი არ ვიცი რა თქმა უნდა, ეხლა მივდივარ, ნახულობ ერთ სახლში შევედი, მეორე სახლში შევედი, ქვევით ჩავედი, აქ პატარა ეს სახლი, სადაც ვილიჯერი იყო გამოკეტილი და როდესაც უკვე მეგონა რომ ყველა სახლში შევედი, აი რა ხდება. შევედი, სადაც დამხვდა ვილიჯერი, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ძერსკი ვილიჯერი. ეს არის მოდების მიერ დამატებული აფა, ეგრეთ წოდებული ღუმელი. აქ არის ყველაფერი მანდშებული კვერცხის მოხარშვაც, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განახებთ. ესაც უკვე სახლში გადავიდეთ ამ ყველაფერს. როგორც ხედავთ ესენი გვერდზე რასაც ხედავთ, ეგენი არიან მისი დამხმარეები, იქითაც შეიძლება დადგათ ანაწილებს სიცხეს. ავიღეთ ეს ყველაფერი და გავეშურეთ უკან სახლისკენ. დავბრუნდით უკვე სახლში, მეხუთე რომ ზევით აზრი არ ქონა ამ ყველაფრის დადგმას, ამიტომ გავწყვიტე რომ უბრალოდ ქვევით დამედგა ლამაზად. დავდგე ერთი, მივიდი გვერდით მეორე, მერე უკვე გადმოვიტანე მეორე მხარეები, ამას მარცხნივ ლამაზად მივდგა გვერდით. ზევიდან რა თქმა უნდა დავაწყობა აქ, მეგონა რომ ესეც უნდა შევსულიყავი, მაგრამ მე რა თქმა უნდა წავიკითხე რომ ამ ყველაფერს არ ვახებით, ეს უბრალოდ ცხელდება, როცა ის გვერდით დგას. ეს არის მისი ფუნქცია. აქ გადავამოწო ყველაფერი, როგორ ლამაზად იყო, როგორ შემიძლია დამელაგებია, მოვიტანე ხეები, გავაკეთე ეგრეთ წოდებული ყუთები, რათა ჩამეწყო ეს ჩვენი ხილბოსტნეული, თუ ნუ ის მომზადებასაც დავუყურეთ ყველაფერი.
აქ ავიღე რაც კი მქონდა ყველაფერი აბსოლუტურად. ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის დამზადება. და ლაიქით არ ხსოვდა შორის გამოიწერეთ, თუ მოგეწონათ, დამიწერეთ. იმიტომ რომ შემდეგი ვიდეოც უნდა გადავიღო ხალხო, როგორც თქვენ აქტიურობას დავინახავ, შემდეგ ვიდეოს გადაღებასაც ეგრევე დავიწყო. აქ უკვე ვცდილობდი რომ ამემუშავებია, წამოვიღე რაც შეიძლება და ყველაფერი ჩავასხი წყალი, ჩავდგე არ ვიცი ყველაფერი რაც შეიძლება და პატარა ჯამები, მაგრამ ეს არ მუშაობდა სამწუხაროდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ შეიძლება მე ვერ გავაკეთე წესიერად სუპები, მაგრამ არა უშავს. მე აქეთ უკვე დავამოღამე რომ სხვა რაღაცებისაც შემელა მეცა და იქ ტაფა მქონდა, იქ რაღაც მქონდა, მაგრამ ქვაბმა არ იმუშავა არაფრით. მე აქ ტაფა დავდგი. მეთქი იქნება ტაფაზე მაინც იქნა რამე მეთქი და გზაში მოკლული კურდღელი რატოღაც როგორც ლოგიკურად ჩანდა დაიდო ტაფაზე და დაიწყო შეწვა. ძალიან აქ გახარებული ვიყავი უკვე, მე წყალი დავასხი რათა წუნიანი გამოსულიყო და როგორც ხედავთ ჩვენი კურდღლის ხორცი შეიწვა, აქ მინდოდა რომ სიმინდიანი ორი ან რაღაც დავემატებია, მაგრამ სამწუხაროდ ტაფაზე არაფერი არ ემატებოდა. მაგრამ სამთაც მაყოფილი ვიყავი დავიძინე, იმიტომ რომ უკვე დაღამდა და არ მინდოდა რომ მონსტრებთან მეჭიდაო. ასე რომ წავედი ახლა ისევე რომ ენახა როგორც ხედავთ უკვე შემწვარია ჩვენი კურდღლის ხორცი ავიღე და ისე გემრიელად მივირთვი, აი ვერც კი წარმოიდგენთ. ასე რომ ეხლა უკვე ერთ-ერთი ინგრედიენტი ვიცოდი როგორ უნდა მომეზადებია აქ. რატომღაც მე კვერცხი მოვიტანე, იმიტომ რომ მივხვდი რომ კვერცხით რაღაცის გაკეთება აუცილებლად შემიძლია ნახი მქონდა. აქ კარტოფილები შევყარე ტაფაზე, მეთქი მოხარშავ მეთქი და დაიწყო თან მოხარშა თან შეწვა. მაგრამ რატომ სამწუხაროდ მარცხენა ღუმელი არ მუშაობდა და ვერ ვანთებდი ცეცხლს, არ ვიცი რის ბრალი იყო, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე თამაში. ნუ აქ ვიფიქრე რომ მეთქი მაკლია მეთქი კიდე რაღაცები მეთქი, ასე რომ კონახშირიც წამოვიღე, იმიტომ რომ მეთქი თუ ხით არ ინთება, იქნება კონახშირს რო შევუნთობ, მე მაინც აინთოს თქო, მაგრამ მივალთ ახლა და ვნახავთ აბა რას იზავს. როგორც ხედავთ, ზევით ისევე კვერცხის მოხარშვა მინდოდა, მაგრამ აზრი არ ქონდა, შევდგი კონახშირიც, მაგრამ მაინც არ დაიწყო წვა. მაგრამ ეგ არა უშავს. გვაქვს მეორე გასკურა, სადაც უკვე კარტოფილები ნახევრად მზად იყო. რაღაც ნაწილი შევუნთე და დანარჩენი ნაწილებიც იწყებს ნერლა მომზადებას. და ხედავთ უკვე ფერებსაც იცვლის, აი როგორ გალამაზდა კარტოფილი. ეცოთ კულინარიული დღე გქონდა პატარა ჩატარებული, აქ ეს ცომი არადაფქვილი იყო. აქ უკვე ყველაფერს ვაჭერდი, აი ჭარხლის მიმატება შემელო, მეთქი რამე ხილს უზავ რამეს დაუმატებ თქო, მაგრამ მოდმა არ მოხდა ყველაფრის საშუალება, ამიტომ გემრიელად ჩვენი შემწვარი კარტოფილი წყალში მივირთვით. მე აქ უკვე დავნებდი, მეთქი აზრი არა აქვს თქო და უცებ აღმოვაჩინე რომ შემეძლო კვერცხის მოხარშვა. და ამას განახეთ ახლა როგორ. აი ამ cooking pot-ში და ჩავასხოთ წყალი, ჩავდგათ კვერცხი, რა თქმა უნდა, ანთებული უნდა იყოს გასკურა და როგორც ხედავთ, ხარშვა დამთავრდა და ესე ჩვენი მოხარშული კვერცხი. ძალიან სასეონო Minecraft-ში ესეთი მსგავსი რაღაცების ნახვა, იმიტომ რომ, რა ვიცი, გულს უხარია ხვდებით მაინც. აქ ყველაფერი ვცადე, ის სოკოიდან დაწყებული ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ კარტოფილი და მსგავსი რაღაცები მუშაობდა იქ, მე ვნახე სუპის ინგრედიენტი მან აღარ მომიზადებია, მეთქი აღარ მიდამდენი წვალება, მეთქი რახან არ გამოვიდა თქო. აქ უკვე დავიწყე ქვიშების მოპოვება, რახან გამომეწვა და სახლი დავამთავრებია. იმიტომ რომ ჩვენ სახლში სჭირდებოდა ფანჯარა. მხოლოდ ზედა სართულზე მქონდა 4 ფანჯარა ჩასმული და ნუ მეტი უკვე აღარაფერი, ამიტომ დავიწყე რაც შეიძლება მეტი ქვიშის წაღება, ამდენი არ სჭირდებოდა მართალია, მაგრამ ზედმეტი არასდროს არაფერი არ არის. მოვიპოვე ქვიშები, გავეშურე სახლისკენ, მივარდები ახლა ღუმელთან და დავიწყე ამ ყველაფრის გამოწვას. ნუ გადავანაწილე აქედან მე რა თქმა უნდა ქვიშები გამოიწვა. შევი და დავიწყე შუშების ჩალაგება. აქ მე ღამე იყო, ნუ ზომბები დამადგენ თავზე როცა უნდა დამეძინა. იოსიკვდილი ორივე ზომბი, დავიძინე და უკვე დღის შუქზე გავაგრძელებ შუშების ჩასმას. ჩავსვი აქედან მხარეს, და ყველა მხარეს აქ კიდე ერთი ზომბი საიდანაც მომეპარა, არ ვიცოდი. უდის აქ კიდევ ერთი შუშები. ნუ უკვე პირველ სართული მოვჩით, წავედით მეორე სართულზე, ჩავსვით 1-2, აქედაც კიდე მეორე მხარესაც, აქ უკვე ჩასმული მქონდა როგორც გითხარით. და ასე პატარა პარონამა ხედი მქონდა ზევიდან ლამაზად. ეხლა უკვე დასრულებულ სახლს აგათვალიერებებთ, ნუ ასეთი გამოვიდა, ეს ჩემი დიზაინია, არსად არ მინახია.
ну რაც მოვიფიქრე და როგორც მოვიფიქრე, ესეთი ავაშენა არის თუ მოგეწონებათ აქ მე ხესაც მივაჭრი მეთქი, იმიტომ რომ ბევრი ხე იყო გაზრდილი და ხეების სამმავლოდ აუცილებლად დაგვჭირდებოდა. ასე დაწერეთ, რამდენიც შეაფასებდით ჩემი სახლის მშენებლობას. აქ უკვე დავიწყე ფერმის გალამაზება. იმიტომ რომ არასრულფასოვანი იყო ფერმა, აკლდა ძალიან ბევრი რაღაცეები, არც გარეგნულად არ იყო ლამაზი, ასე რომ ავიღე ყველაფერი და დავიწყე ფერმის გალამაზება. აქ წავედი მიწების ნიჩბის და ყველაფრის სასაღებად, ავიღე მიწები, აქ რა თქმა უნდა ფერმა უნდა გამედიდებია, იმიტომ რომ ამ ყოფნიდა ფიზიკურად ადგილი, რომ დამეთეს ამდენი რაღაცა გვერდებიც რა თქმა უნდა გავდიდე, ავიღე მე უკვე წყლები ჩავასხე აქედან მხარეს და ცოტა მინდა რომ მთის მხარეზეც გაველამაზებია, აქეთ უკვე ჩავყარე, როგორც ხედავთ, ყველანაირი რაც კი მომეპოვებოდა. ეს უბრალოდ მაქსიმალურად ყველაფერი ქონდა დათესილი, არ გვქონდა არც ერთი ბოსტნეული, საერთოდ არაფერი აქ სახში დაუბრუნდი, იმიტომ რომ უკვე დაიწყებოდა გალამაზების პერიოდი. აი აქ უკვე ხარ როგორც ხედავთ მივედი, ავიღე ქვები და რაღაცები, წავედი, დავიძინე და დავიწყე უკვე ფერმის გალამაზება. აქ უკვე რა თქმა უნდა რენდომად მიღრილი ქვებით, თავისი უკვე ბუჩქებით და ყველაფრით და რა ვიცი, დაწერეთ როგორ მოგეწონებათ ეს ფერმა. ეთიმეს უკვე დასასრულს მივახლოვდა. დეტალებს დავამატებ, განათებები და როგორც ხედავთ, ჩვენი ფერმა დასრულდა, ასე გალამაზებული, დამთავრებული. აქ 1-2 ქვასაც მივამატებ და ეგ არის. ფერმა დასრულდა, ეს ვიდეოს დასრულდა. თუ მოგეწონათ, მეგობრებო, აი თქვენ მიხვდები ლაიქებს და გამომწერებს რა პირველი ვიდეოთი. ნახოთ რამდენ მოწონებას დავაგროვებთ, რამდენ subscribers დავამთავრებთ და აქეთ ჩვენი სახლი არის, აქეთ ჩვენი სოფელი არის და არ ვიცი, ნახოთ. ეს გავაგრძელოთ თუ სხვა რაღაცები გადავიღოთ. დამიწერეთ კომენტარებში.